გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო. იწყება გადაცემა სუბიექტური აზრი, მე ვარ შალვა რამიშვილი და ჩემი მეწყვილე კლავაც განუმეორებელი ნათია მიქიაშვილი. ეს კომპლიმენტი იყო ფაქტი შალვა საღამომშვიდობის და მადლობა იმისთვის რომ გვიყურებთ და ვიდრე დღეს მნიშვნელოვან მოვლენებზე გადავიდეთ მაყურებელს მინდა ერთი პატარა ექსპერიმენტი შევთავაზო და იმედია გამოგვივა ეს ერთი ზარი უნდა განახორციელო. ერთი ზარი უნდა განმახორციელო პირდაპირ ეთერში. საინტერესო ავტომობილს. გამარჯობა ალო ეს ავტომობილს თავარი სურათი არ გადავიღოთ ახლა პირდაპირ ეთერში. სურათი? რა სურათი? რამე სურათი არ გადავიღოთ. ფოტოკამერები არ აქვს ჩვენ და არ დაგვიჭირა. დაღავრეკავ ჯერჯერობით მელოდია არის ჩართული, ანუ მოცდის რეჟიმში ვართ. კი ბატონო. იმედიმაქვს ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მანამდე შეიძლება ვისაუბროთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ წუთში შეიძლება გავთიშოთ ეს ლაპარაკი მე და შენი და. მაყურებელმა უკვე ჩვენი საინფორმაციოებიდან იცის რომ დაკავებულია 4 ფოტორეპორტერი. ნათია და ირაკლი კედენიძეები, აბდალაძე და კურციკიძე. კურციკიძე ხო მოგონი ხوار მეშლება გვარი. ერთ-ერთი გამოუშვეს კიდე მეხუთეც. კი, მეხუთეც იყო რომელიც გაათავისუფლეს მოწმის სტატუსით იქნა დაკითხული ის. მას ბრალი აქვს აყენებული. გამარჯობა, ალო. ჯერჯერობით ისავწის რეჟიმში ვართ. მაყურებელს ვკითხავთ რომ ამ ფოტორეპორტერებს ბრალი აქვს აყენებული ჯაშუშების მუხლით, მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ პრეზიდენტის პრესსამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი კედენიძე. და რაღაც აი ადრე სტალინის დროს იყო ძელავრაჩე ექიმთა საქმე და გამარჯობა, ალო? გამარჯობა, გითხრა. რა მინდა გკითხოთ, მალე მოხდება თუ არა კავკასუსის, აი როგორც სილქნეთს აქვს, ისევე მაუწყებლობის გაკეთება იმ საკაბელო ტელევიზიების? სარგებლობთ ხა ჩვენი მომსახურებით კი, ინტერნეტი მაქვს თქვენი ჩართული და მინდა რომ ტელევიზიას დავაყენო, არ შემომყავს სილქნეთი. კი ბატონო, მისამართი მითხარით თუ შეიძლება? დიღმის მასივში მინდა, მაგრამ მაინტერესებს ქართული რომელი არხები გაქვთ? ახლა მოგახსენებთ ერთი წუთით. დიღმის რომელი კვარტალია ხა ბატონო? მეხუთე კვარტალი. და კორპუსი? ალო? დიახ, ისმენთ. კორპუსი ხა ბატონო? მე-14 კორპუსი უბრალოდ მაინტერესებს ჯერ არხები მითხარით, რომელი არხები გაქვთ, იმიტომ რომ შეიძლება არ მაწყობდეს. კი ბატონო, მოგახსენებთ უბრალოდ უნდა შევავანტოთ, ანუ არის თუ არა თქვენს მისამართზე და შემდეგ დაგაკავშირებთ შესაბამის განყოფილებას მოგაწვიან დაწვრილებით ინფორმაციას. და სადარბაზო თუ შეიძლება რომ მითხრათ? პირველი სადარბაზო? ერთი წუთით. კი ბატონო, თქვენს მისამართზე ტელევიზიის ჩართვა შესაძლებელია, მე თქვენ დაგაკავშირებთ შესაბამის განყოფილებას და დაწვრილებით მოგაწვიან ინფორმაციას. დაელოდეთ თუ შეიძლება? დიახ, გიცდით, დიახ, მადლობთ. მადლობს არისთვის. ნათია მიქიაშვილის გულშემატკივრებს და თაყვანისმცემლებს ყველა ინფორმაცია აქვს. ისე მოცდის რეჟიმში ვართ, ვიდრე სპეციალურ განყოფილებას გადავწყვეტენ, იმედი მაქვს რომ ვერ მოასწრებენ გაფრთხილებას. კავკასუს ონლაინში დავრეკეთ ახლა. მიზეს მაყურებელი ძალიან მალე გაიგებს რატო დავრეკეთ კავკასუს ონლაინში. კარგი, ეს რაღაც ფოტოები გადიოდა ჩვენს ეს არის მათი გადაღებული ფოტოები. ეს მათი გადაღებული ფოტოები, ამ ფოტოების შორის არის შერონ სტოუნის ფოტოები, რომელიც თბილისში გახდა სულ რამდენიმე კვირის წინ. არის ასევე 26 მაისის აქციის ამსახველი ფოტომასალა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ამ ამის გამო რომ დაეჭირა. კი, თუმცა ეს სააგენტო, ფრანგული სააგენტო, რომელიც თანამშრომელის გახლავთ ერთ-ერთი დაკავებული და არის ამ სააგენტოს თანამშრომელი, ამბობს რომ ეს ის ფოტოებია, რომლებიც მათ გაავრცელეს. ჯერჯერობით უცნობია რამე კონკრეტული ფოტომასალა თუ არის და გარდა ამისა ამ კონკრეტული დაკავებულის ბინიდან ამოიღეს 900 евро, რომელიც ადვოკატის განცხადებით ხელფასია, კი, გადახდილი ხელფასია. თუმცა ზღულაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ძალიან სერიოზული ბრალდებები წაეყენება, თუ აი ეს პირდაპირ სიტყვით ამბობს ამას, რომ ძალიან სერიოზული ბრალდებები წაეყენებათ ამ დაკავებულებს. ესე იგი კამპანიური ხასიათი აქვს ამას უკვე. კამპანიური ხასიათი აქვს და ჩვენ გარდა ამისა არ დაგვაუწყეს შალვა რამდენიმე კვირის წინ იგივე თუნდაც კვილის პალეტრის მედია სახლში ჩატარებული ეს საგადასახადოს შესყო თქვა ჟურნალისტების დაკავება. რეიდი იყო. კი, ჩვეულებრივი გასაგებია, მაგრამ არ დაგვაუწყეს უმრავლესობის წევრების განცხადებები, რომ ხელშეუხებელი არავინ არის. ისინი ზოგადად ამკვიდრებენ ტენდენციას, რომ შესაძლებელია უახლოეს რაღაცა კონკრეტულ გადასტომასთან დაკავშირებით ნებისმიერი მე ვარაუდობ ნათია რომ საფუძველი მართლაც შეიძლება არსებობდა, იმიტომ რომ ისეთი გაუწონსწორებული ადამიანი როგორც არის სააკაშვილი, მას აი 100 ადამიანს ბრაზი და წენა მომენტალურად. ალო, გამარჯობათ. დიახ, ისმენთ. თქვენი მომხმარებელი გაწუხებთ და ჩართვა მინდა კავკასუსის ოპერატორმა მითხრა რომ დიღმის მასივში შესაძლებელია.
სიღრმის მასივი რომელი კვარტალია? მეხუთე კვარტალი, მე-14 კორპუსი. ველაპარაკე და მითხრა უბრალოდ არხები მაინტერესებს, რამდენი არხი გააქვთ? ერთი წუთით რა თქვენ მისამართი ზუსტად გადავამოწმებთ. კი ბატონო, გაჩნია, ანუ რომელ ტარიფს შევუკეთავთ? ტელევიზიაც არის სხვადასხვა არხები. აჰა, ნუ აი ყველაზე ისეთი იაფიანი რომელი? იაფიანი ყველაზე არის 67 არხია და ღირს 20 ლარი. და ღირს 20 ლარი, ყოველთვის ქართული რომელი არხები გააქვთ? ქართული თითქმის ყველა არხია. რეალ ტივი არის? კი ბატონო არის. მაესტრო? მაესტრო არ არის. და რატო არ არის მაესტრო? ბატონო? მაესტრო, რატომ არ არის? იმიტომ რომ ტესტურ რეჟიმში ჩემთვის რამდენად გქონდა ჩვენ საშუალება რომ ტესტური რეჟიმისთვის გვედევნებინა თვალი და იყო მაესტრო ჩართული. კი ბატონო, შეიცვალა არის იქ რაღაც არხები რომლებიც იყო და უშუალოდ ჩართული სატესტო რეჟიმში და ამჟამად ის არხები აღარ არის. ანუ ის სატესტო რეჟიმი არც იყო ისე გათვლილი და გათვალისწინებული რომ ესე დარჩებოდა. არა, უბრალოდ უცნაურია. იცით რა არის? მე თვითონ მაესტროს მაყურებელი ვარ და უცნაურია ის მიხედვით არჩევთ ხოლმე არხებს, რომელიც შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ სილქნეტისგან იმით განსხვავდებოდა კავკასუსი მხოლოდ რომ მაესტრო იყო ჩართული. კი ბატონო, ამ ეტაპზე ანუ მაესტრო და ინფორმაციაც არ გაქვთ იქნება თუ არ იქნება ესე. შეიძლება იყოს, არ არის გამორიცხული რომ ჩაერთოს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არის მაესტრო შესული ამ. დიდი მადლობა, მიზეზებს არ გეუბნებიან თქვენ როგორც ჩემთვის არის. ბატონო, მიზეზებს ალბათ არ გეუბნებიან თქვენ როგორც მივხვდა. არა, ძალიან ბევრი სხვა არხიც არ არის, ანუ და აქედან გამომდინარე, ყველა არხი რომელი არის. არა, ტესტურ რეჟიმში იყო უბრალოდ მაესტრო და ახლა მისი გამორთვა ცოტა უცნაურია. დიდი მადლობა. არაფერი. დიდი მადლობა, გასაგებია. ჩვენ პირდაპირ ეთერში მაყურებელს შევთავაზეთ ზარი კავკასოს ონლაინში, რომელიც უახლოეს მომავალში მომხმარებელს თავაზობს იგივე სატელევიზიო პაკეტს, თქვა საკაბელო სატელევიზიო პაკეტს, როგორიც აქვს სილქნეტს, რომელმაც ფაქტობრივად უარი თქვა მაესტროს. ისტორია იყო მარტივი, თვითონ კავკასიის ხალხი მაესტროსთან თანამშრომლობს, მათი ინიციატივით ტესტურ რეჟიმში ჩაერთო მაესტრო, მაგრამ როგორც კი დაიწყეს გაყვანა მოსახლეობაში ამ საკაბელო ტელევიზიის მაესტრო გაქრა. მაგრამ აქ კიდევ ერთი უცნაური ამბავია, უახლოესი დღეების წინ აიეტი გახლავთ, მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული საკაბელო კომპანია, რომელიც თითქმის ყველას აქვს ჩართული და ნუ იქ მაესტრო არის. მაგრამ რამდენიმე დღეს წინ გავრცელდა აიეტში თვითონ ინფორმაცია, რომ დავალიანების გამო უახლოეს მომავალში არ არის გამორიცხული ის სილქნეტმა შეისყიდოს და ალბათ მაესტროს მომავალიც უფრო გარკვეული იქნება აიეტთან მიმართებაში. ჩვენი მაყურებელი ბოლოს აგერ სტუდიაში თუ მოვა და იქიდან არა, მე მგონი რომ უკვე რაღაც სიგიჟის ზღვარს უახლოვდებით თლიანად აი ამ. არა, ჩემთვის ეს ჟურნალისტების დაკავება შალვა ძალიან ცუდის ნიშანი იყო და ის რომ გრიფით საიდუმლო დაედო საქმეს. ანუ თლიანად ხელისუფლების მოღვაწეობა ყველა ფრონტზე პატრიარქის თხოვნის არ გათვალისწინება და ასეთი ცნობილი ხდება რომ 5 ივლისს მოაწერა ამ კანონს. 26 მაისს მერე მიეწყო ეს კამპანიური ხასიათი აქვს. მე შეიძლება ესეც დაბეჭდილება რომ რაღაც სასეცი აქვს ამ ხელისუფლების წევრებს, მის სააკაშვილს და დრო და დრო აი ამ გვამს საზოგადოებას რაღაცნაირად ზემოქმედებას ახდენს აი ელექტროშოკით, საცეცით, ჩხლეთს ხოლმე და ამოწმებს რეაქციას. და ეს ჩხლეტა უფრო და უფრო ღრმა არის დროთა განმავლობაში. არ გაქვს ეგ განცდა? მე განცდა კი მაქვს ჩემო კარგო, მაგრამ ჩემთვის უფრო ძალიან ძიმე იყო დღევანდელი ფაქტი ჟურნალისტების დაკავება და მთლიანად ანუ ის კამპანია, რომელიც ბოლო პერიოდში მედიის წინააღმდეგ წარმოსახა, იგივე თუნდაც რომ კავკასუსს არ აძლევენ უფლებას და ეს აშკარაა რომ ასია, იმიტომ რომ სილქნეტისგან მხოლოდ ამით განსხვავდებოდა და სხვადასხვა რამდენიმე ადამიანმა რამდენიმე დღის წინ მითხრა რომ იცი რა ეხა კავკასუსი შემოვა და სილქნეტს იმიტომ არ ვთავ რომ მაესტროა და კავკასუსს ჩავთავ და აიეტი რომელიც ერთადერთი ალტერნატივა რჩებოდა ფაქტობრივად ქალაქის მასშტაბით იმასაც თუ სილქნეტი იყიდეს გამოდის რომ მაესტრო უბრალოდ ქალაქის მასშტაბით ვისაც თებში სატელიტური თებში არ ექნება, მას აღარ ექნება სახლში. და უბრალოდ იტყვიან ეს ვაი ბიზნესმენები იტყვიან რომ არა ჩვენ კერძო სტრუქტურა ვართ და არ გვინდა რომ მაესტრო. საინფორმაციო ვაკუუმისკენ მივდივართ. ფაქტია ეს და მაყურებელს არ მინდა ასევე არ მოვახსენო ის რომელიც ეს ამბავი შეიძლება მათ იცოდნენ ჩვენი საინფორმაციო გამოშვებებიდან, მაგრამ ილია მეურემ საქართველოს უწმინდესმა და უნიტარესმა კათოლიკოს პატრიარქმა თავი პასუხისმგებლობა პრეზიდენტს დააკისრა ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და მან აღნიშნა რომ უბრალოდ მას სურს ქვეყანას და პრეზიდენტის მშვიდად იყო. ნახოთ რა მოხდება. და ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს დღეს ადამიანი რომელიც მოენატრა ფაქტობრივად მაყურებელს დიდი ხანია აღარ ყოფილა არც ერთი ток-შოუს ზაზა პაპუაშვილი. ჩვენი გადაცემის სტუმარი პატრიარქის ნათქვამზე მინდა ვთქვა უდიდესი ნდობა რომელიც აქვს საპატრიარქოს რაღაცნაირად უნდა რეალიზდეს. მე არა ვარ მომხრე იმის რომ ეს ყველაფერი რაღაც ქუჩის აქციებში და დაძაბულობაში გამოისახოს. სხვათა შორის არც იმის მომხრე ვარ რომ ეკლესია საერო საქმეებში ეს ერეოდეს, მაგრამ თვითონ ქვეყანაში სიმშვიდისთვის არის
კარგი, რომ ხელისუფალი ანგარიშს უწევდეს იმ ინსტიტუციას, რომელიც მართლაც ყოველგვარი ამერიკული გამოკვლევების მიუხედავად და იმის გარეშეც არის ყველაზე რეიტინგი. მე მესმის შედასაც ამბობ, რომ თქვა შეიძლება საპატრიარქო პირდაპირ არ ერეოდეს საერო საქმეებში, მაგრამ ვერ დაგეთანხმები ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ამ შემთხვევაში საერო საქმეში ჩარევა არ არის სახეზე გვაქვს პირდაპირ რელიგიასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი კანონის მიღება მინიმუმ ჩემი სუბიექტური აზრით განხილული უნდა იყოს საპატრიარქოსთან. არა, იყო განხილული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხლა ჩვენ აქ განსხვავებული სუბიექტური აზრები გვაქვს, თავად საპატრიარქოში მოღვაწე ადამიანები და პირადად ჩემთვისაც გაუგებარია, კონკრეტულად გაუგებარია თუ რა საფრთხეს შეიცავს ეს კანონი მართლმადიდებლობის და ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ეთქობა კათოლიკოს ილია მეორეს უწმინდეს აქვს რაღაც მოსაზრებები და ეს მოსაზრებები უნდა ყოფილიყო რამენაირად განხილული და გათვალისწინებული. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ავტორიტეტული ინსტიტუციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა ცუდ რაღაცებზე რაც მოხდება ეკისრება პრეზიდენტს, ეს უკვე არ არის სტაბილურობისთვის კარგი, მოდი ესე. ნამდვილად, გეთანხმები ყველაზე რბილი შეფასება ეს არის. კი, გეთანხმები და ჩვენ სახეზე 2009 წლის 26 მაისს გქონდა იგივე პატრიარქის გადაწყვეტილება, როდესაც მან არ მიმართა მოსახლეობას მიუხედავად ოპოზიციის თხოვნისა და მიუხედავად რამდენიმე ათასიანი აღლუმზე რო არ მივიდა. კი, აღლუმზე რო არ მივიდა. ეს ძალიან ბევრის მანიშნებელი შეიძლება იყოს მაყურებლისთვისაც და საზოგადოებისთვისაც არ გადართოთ სულ რამდენიმე წუთში ზაზა პაპუაშვილის სუბიექტური აზრი. დავიდრე ზაზა პაპუაშვილის სუბიექტური აზრის მოსმენაზე გადავიდოდეთ მაყურებელს მსახიობის ბიოგრაფიას შევახსენებთ. დაიბადა 1964 წლის 20 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1991 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის მე-17 საჯარო სკოლა. 1992 წელს ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე. 1996 წლიდან დღემდე გახლავთ რუსთაველის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავი როლებია: კირილე მიმინაშვილი, კლავდიუსი, სეღიზმუნდო, მასხარა, იანგზუნი, მინდია, მაკბეტი, ბაჩა, პანტალონე, ჰამლეტი, მალვოლიო, ასევე სტიქსი, სევდიანი უცნობი, ბიდერმანი და სხვა მრავალი როლები. ზაზა პაპუაშვილმა დადგა სპექტაკლი დარისპანის გასაჭირი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრსა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1996 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია მაკბეტი. 2009 წელს ზაზა პაპუაშვილი გახდა მოძრაობა დაიცავი საქართველოს საინიციატივო ჯგუფის წევრი. თავისუფლად საუბრობს რუსულ ენაზე, მისი ხობი დამოკიდებულია მის ხასიათსა და განწყობაზე. ყავს მეუღლე და სამი შვილი. საღამოშტობს ბატონ ზაზა, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ბატონ ზაზა, სახეზე დღეს ყავს 4 დაკავებული ფოტორეპორტიორი, გვაქვს პატრიარქის განცხადება, რომელიც პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს. მართალია ის აღნიშნავს, რომ მას უსწრებს სახელმწიფო და საზოგადოება მშვიდად იყოს, მაგრამ საუბრობს მაინც იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც პრეზიდენტმა მიიღო. ალბათ იცით, რომ 5 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა იმ კანონს, რომელზეც პატრიარქმა სთხოვა, რომ შეჩერებინა და მომხდარიყო ამ კანონის ფართო საზოგადოებაში განხილვა, შემდგარიყო სატელევიზიო დებატები და ასე შემდეგ. სახეზე ასევე გუშინ მქონდა სულ მცირე მასშტაბიანი აქცია საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელმაც გააპროტესტა მიღებული კანონი. ასევე გვაქვს ერთგვარი პასიურობა პოლიტიკურ ველზე. თქვენ აქტიურად მოღვაწეობდით და იყავით წევრი იმ მოძრაობისა, რომელიც გამოდიოდა ხელისუფლების წინააღმდეგ. ბატონ ზაზა, რას ფიქრობთ, ანუ უახლოეს მომავალში, თქვა, რა შეიძლება მივიღოთ ხელისუფლების სახით? ანუ შეიძლება თორე რომ გამძაფრდეს კიდევ პოლიტიკური მოვლენები, თქვა. გვაქვს რამდენიმე დღის წინ იგივე ქართულ პარტიაში, რამდენიმე ასეული შეჭრის შინაგან საქმეთა ასოციაციას ჯერ მოგესალმებით, დღეს მოგილოცავთ დიდი დღესასწაულია მივანე ნათლისმცემლის შობის დღე არის და მთელს ქართულობას მივილოცავ, გილოცავთ ყველას. ისი რა ძალიან ბევრი აზრები მომდის, როგორც ახლა სახში როცა საუბრობთ, მეგობრებთან, ანუ უამრავ თემებზე ვლაპარაკობთ, უამრავი აზრი მოგდის თავში და როგორ შევაერთოთ ეს, აი საიდან დავიწყო სიმართლე გითხრა, არც კი ვიცი, მაგრამ ბატონო, აი იქიდან დავიწყოთ. გადაცემა სუბიექტური აზრი ქვია და ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ის თქვათ, რასაც ნამდვილად ფიქრობთ და არ არის თქვა რაღაცა სხვა არის დაცვის პრინციპზე აგებული ეს გადაცემა. დავიწყოთ იქიდან, რამდენიმე ხნის განმავლობაში თქვენ არ ჩანდით, არც თოქ-შოუებში ჩანდით, ფაქტობრივად ცდილობდით თავი აგერიდებინათ სატელევიზიო ეთერებისთვის. რატომ? დავამატებ, იქნებაც დავიწყოთ. სად არის ხელოვანის ადგილი? იცით, ეს ყოველთვის არის დიდი განსჯის თემა რა, ხელოვანის ადგილი. ზოგი ამბობს, ხელოვანის ადგილი ხელოვნებაშია და ხელოვნებით უნდა თქვას სათქმელი, ზოგი ამბობს საზოგადოებრივ საქმეებში და ჩვენ ნახეთ ხელოვანები, რომლებიც პოლიტიკაში წავიდნენ.
ეს ბოლო მოვლენებმა ეს გვანახა. სად არის ხელოვანის ადგილი დღეს? ეხლა ერთი როდის იყავდა რომელ პოლიტიკო რომელ ტოქ-შოუებში ვიღებდი საერთოდ მონაწილეობას არ ვიღებდი. შეიძლება საზოგადოებრივ აზრს მაინც. ნუ ეს ძალიან მიჭირს ხოლმე ტელევიზორში გამოსვლა, იმიტომ რომ ერთი მერიდება. ცხენია რაგედაც არ იყოს ეს გასაკვირი, ახლა მსახიობი ლაპარაკობს ამასე. და მერიდება რაღაც აზრების ლაპარაკი უამრავ ადამიანთან, ახლა ზოგს საერთოდ არერიდება ამის. ამიტომ განვისთი ხოლმე უბრალოდ სად გადის ხელოვანის ხელოვანის ადგილი ახლა არანაირად შეიძლება ხელოვანმა ილაპარაკოს ცხოვრებას და ცხოვრება არ იცის. ამიტომ ოდესაც ხშირად ვთქვამთ რა რაგინა პოლიტიკაში რატო ვარ მე პოლიტიკური არც ერთი პოლიტიკური წევრი პარტიის წევრი მე არა ვარ არც ხა თუ შენს გარშემო ასეთი რაღაცები ხდება ხელოვანს მართებს პირველ რიგში ხმის ამოღება იმიტომ რომ ერთი მე ესე მგონია რომ ინტელიგენცია არის ის ძალა რომელიც ის ასე ვთქვათ ნაღები ძალა რომელიც განსაზღვრავს ერის ცხოვრებას თავისი განათლებით თავისი ზნეობრივი პრინციპებით თავისი ვაშკაცობით და პრინციპულობით და ასე შემდეგ რა. ეხლა როგორ არის ახლა ამოსული ინტელიგენციის სახე თუ ვიღაცამ ძალით ამოისვარა საკუთარ თავის სხვა არის, მაგრამ ის დგას პირველი ბარიკადზე და მას უჭირავს მაჯისცემა რა. ეხლა 5 მილიონიან ქვეყანას არ ევალება 5 მილიონმა იაზროვნოს და ყველას საზრდოებაში იყოს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც ეს მათი პირდაპირ ვალდებულებაა. ეხლა ხელოვანი როდესაც ხარ თუ შენ ცხოვრებაში ოდნავ მაინც ისტორიით და სიმართლით არის ცხოვრება სცენიდან თუ კინოდან თუ ლიტერატურიდან და რა უნდა გააკეთო. ამიტომ ეს ცხოვრება ჩვენ გვეხება ხო? ის გადასახადები ხო გეხება? ქუჩაში გადიხარ, ბაზარში მიდიხარ, მაღაზიაში. 26 მაისით შეგეხოთ ბატონ ზაზა. შეგეხო ხა მე რითი ვარ ამ ხალხისგან განსხვავებული და არასოდეს არ მithქვამს არავისთან, არც ჩემ ხელობაში და არც ჩემ ხელობის გარეთ რომ ვიღაცაზე ან უკეთესი ვარ, ან ვიღაცაზე დავში უპირატესი ვარ. უბრალოდ ვერ ვიტან, ბავშვობიდან ვერ ვიტანდი გათახსირებულ ხალხს, ვერ ვიტანდი უნიჭო ადამიანებს, რომელსაც თავის პილოგონიათ და ვერ ვიტანდი ტრაბახა და დაუნდობელ და ასე ვთქვათ, ასეთ ადამიანებს. აქ ესეთ სიტუაცია არის. ყველაფერთან ერთად საქართველოს ახლა ყველა უბედურებასთან ერთად, რომელიც ბუნებრივ კატაკლიზმებთან ერთადაც კი, რომელიც ჩვენ დაგვემართა, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების გამოწვევების წინაშე არის, რომელიც ამ ხელისუფლებამ შეუქმნა პირდაპირ კითხვა. მიმდინარეობს ძალიან მტკივნეული პროცესი მენტალობის, თაობების ბრძოლისა. შეუძლებელია შეამჩნიოთ. და სწორედ ამიტომ თქვი, ხელოვანის ადგილი თქო. ანუ თქვენი ნიჭიდან, თქვენი კოლეგების ნიჭიდან გამომდინარე, გაქვთ უებარი იარაღი, ხელოვნების ხერხებით გამოხატოთ ამას რობერტ სტურა ახერხებდა ყოველთვის. ყველაზე რთულ სიტუაციაში. გაქვთ ამის უნარი, რომ არა პირდაპირ როგორც პოლიტიკოსი ნათქვამი გააჟღეროთ და ამით ჩაწვდეთ ხალხის უსს. არამედ შემოქმედებით რომ განსახიერებული როლით დადგმული სპექტაკლით. ეს გონია მაინც რაღაცა მიხვდით ხო რა? კი რა, კი როგორ თემიდან გასვლას ნიშნავს ეს რა, იცი რა, როდესაც მე მესმის რომ მე ჩემი ხელოვნებით მინდა ჩემი საფრთხილი თქვა რას ამბობენ ასეთი უთქმელს ისეთ თავიანთი ხელოვნებით თუ ჩვენ არ გითხოს. მე არაფერი სატრაბახოს ავლაპარაკო, მაგრამ ხა მთელი ჩემი დავშე ნათამაშები როლები და რაღაცები ნახეთ სცენიდან რეები მაქვს ნათქვამი. ამიტომ არ მოქმედებდა თქო მაგას გეკითხებით. როგორ არ მოქმედებს, მაგრამ ეს არის მუდმივი, როდესაც ამბობენ ხოლმე თეატრი კრიზისში. თეატრი საერთოდ ხელოვნება და კრიზისი ეს თანამდებია. მუდმივი კრიზისი. ეს მუდმივია, აი როდესაც რაც უნდა გენიალურად ითამაშო, რაც უნდა გენიალურად დადგე, კრიზისი მეორე დღიდან უკვე როგორც აი აწეპებული. ითამაში და დამთავრდა. ეს არის მუდმივი ბრძოლა, ეს არის მუდმივი ძიება. ეს არ არის ის ხელობა ზოგსოგონია ხა მსახიობებს რო იწერენ და ხვდებით ვიზე ვლაპარაკო. ეს ყოფნა არ ყოფნის ხელოვნება, ეს არ არის იოლირანი. ბატონ ზაზა, ძალიან ახლო წარსულში ბაბადით გაწყვეტინებ ჩვენ გავხდით იგივე რობერტ სტურუაზე თავდასხმის მოწმენი ანუ ნაციონალური მოძრაობის თქვა და აქტიური მხარდამჭერების მხრიდან. იცი რა არის ძალიან მე რაზე ვგიჟდები, ძალიან პრიმიტიული, ძალიან მდარე და მდაბიო ხერხებით ბრძოლა არის. აი ესენი რო იბრძონდა, აი მაღალი, აი ხო არის რაღაცა დიდი αφიორა, დიდი αφიოროს დიდი ნიჭიერება ჭირდება, დიდი მომხილველობა ჭირდება, დიდი ან იდეოლოგიური ხერხები ისეთი, რომელიც ძალიან მდარე ხარისხის, აი როგორ აგიხსნა, მდარე ხარისხის, აი ნუ ვინ ჩვენთან არ არის ჩვენი მტერია, არ მოხვალ ჩემ მიტინგზე ის აი რაღაცნაირად უნდა ეს ყველაფერი ბრძოლის რა მეთოდი დაგრჩათ თქვენ? არაფერი, ყველა ადამიანი მაინც გავს თავის ბავშვობას. თავის ბავშვობიდან. ასაკვირველია ის, როდესაც ხა ჩვენ ვსაუბრობდით ხოლმე, რატო გვეშლება ნერვები, რატო
აენთები ხომ ის ბავშვობიდან მოდის რა. ის თვისებები რაც ყოველთვის განგრევდა და ვერ იტანდი, აი ამ თვისებებს უყურებ, მაგრამ ეს თვისებები რაღაცა დაკანონებული და რაღაც სხვა რანგშია წეული. ეს ამ ადამიანებს არსებობის უფლება აქვთ, მაგრამ ესენი უკვე ქვეყანას მართავენ და ნახეთ როგორც მართავენ. ნუ სახელმწიფო ეხლა როგორ მართავენ? როგორ მართავენ ეხლა? ქიხათ, როგორ თქვა, ცუდად მართავენ კი არა, ეს არის ამაზრზენი ეს რაც ხდება. სახელმწიფო არ აყავს. ერს არ აყავს, ასე ვთქვათ, მთავრობა არ აყავს, ყველგან გამიჯნულია. ახლა თუნდაც ეს აქ არავითარი დიდი თეოლოგობა არ არის საჭირო და დიდი პოლიტიკა ჩახედულობა, ეს რაღაც პრინციპებზე ლაპარაკი რაც მოხდა. ეს საგანგაშო მდგომარეობა ეს მე კი არ ვლაპარაკობ ამის გამო პანიკაში უნდა ჩავარდეთ და წვერები და თრები უნდა დავიგლიჯოთ. ეხლა გვმართებს ყველაზე ძალიან მეტად სიმშვიდე. ყველაზე მაგრად უნდა გამოჩნდეს ეხლა ჩვენი საუკეთესო თვისებები თუ ქართველებს რამე კიდე გააჩნია და შემორჩენია. როცა თქვენ ამბობთ რომ სახელმწიფო არ აყავს, როცა ამბობთ გამიჯნაზე, ლაპარაკობთ გამიჯნაზე, ხელისუფლებისა და საზოგადოების, ამაში ორი აზრი არსებობს, არ შეიძლება ამაზე დავა, არის გაუცხოება, მაგრამ ასევე არ შეიძლება ილაპარაკოთ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და საზოგადოებრივ მოღვაწეებზეც, რომლებიც წლების რამოდენიმე წლის წინ ვერ მოახერხეს მივიღეთ იმისა, რომ კარგლანში ჰქონდათ ხშირად. ვერ მოახერხეს. ანუ მე არ მინდა მე აი კითხავ თქვენ, მე პირადად არ მინდა რომ ეს ორი რამ ერთმანეთსგან განსხვავებულად არ მოიდგინოთ. ანუ ჩვენ რაც გვჭირს ყველას, მეც თქვენს ხელისუფლებას ყველას. ესე არ არის რომ ის ბოროტი ძალა განსაკუთრებით ჩვენ აი საერთოდ თეთრებში შემოსილი რაინდები. არა, ასეთი პრინციპი არა, ეხლა მე კარგი ვარ და სხვა ცუდი ეს არის. პასუხისმგებლობის წინზე ლაპარაკობ. არა, ლაპარაკობ ერთ რამეზე, საერთოდ ეხლა ეს რაც რთულ მდგომარეობაში და ჩვენც ვართ, ხო? ნუ ამას სჭირდება ძალიან დიდი, აი როგორ გითხრა, კარგი აი ამ გამოწვევას, აი კარგი მცოდნე, კარგი მოთამაშე, აი კარგი იგროკი, კარგი შეფასებელი, დამკვირვებელი, რომელიც ამას ყველაფერს კარგად შეისწავლის, კარგად გაშიფრავს, ამოიკითხავს ამის უკან რა არის და რაღაც სტრატეგიას, გონებას და რაღაც თანმიმდევრობას დაგეგმავს რა. რომ ესე ვიღაცამ აი ეს როთქვას. როგორ არაა, კაცო, როგორ არაა, ეს ქვეყანა ამოუწურავი, ასე ილად წასაქცევი არ არის. მე ვლაპარაკობ იმას, რომ აი რაღაც ზღაპრის დონეზე მაინც უნდა ვთქვა, აი სხვა ვიღაცა გარეშე ვთქვას, აი ქართველები დასხდნენ და მოიფიქრეს. აი რა მოიფიქრეს? რა გზას ვადგავართ? მე საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ, ფიცხი ადამიანი ვარ და უამრავი ადამიანი გადარეულები რა შეიძლება იმათ, მაგრამ ეხლა მე უკვე აღარ მხიბლავს. მე მხიბლავს აი ეს ნიჭიერების ის ხარისხი, აი ეს იდეასთან მსახურება, აი ეს პატიოსნება, ვაჟკაცობა და ეს უნარი როგორ შეგეძლია აქედან გამოხვიდე? ხა მე შეიძლება იდეალურ სურათს ხატავ, მაგრამ მე ამის მოთხოვნილება მაქვს. მაშინ ესე წარმოვიდგინოთ, ესე დიქოტომია, ესე დაპირისპირება. პირველი, ჩვენ უპირისპირდებით, ჩვენს წინაშეა ძალიან პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მეტაფიზიკური იდეალი. არ აქვთ. მათი იდეოლოგია არის ჩვენ ვიყოთ კარგად. და ეს ლიბერალური ღირებულებები და ასე შემდეგ ეს არის ლიბერალიზმზე ვილაპარაკებთ ეს და მათი საშუალებები ყველა მათ მიზანს ამოწმებს. შესაბამისად, ხოლო მათ უპირისპირდებოდა და უპირისპირდებათ ამ სიტყვას ვიხმარ, გულუბრილო ხალხი, ხშირ შემთხვევაში შეიძლება რაღაც იდეით ანთებული, რაღაც პატიოსანი, მაგრამ გულუბრილო ხალხი გარკვეულწილად გულუბრილოს ამომფარებული გაიძვერებით, მათ შორის ალბათ. კი, ნუ მედროვე როგორ არა? მედროვები, რომლებიც იმიტომ ებრძვიან, რომ რაღაცა მოიპოვონ. ვიცით ჩვენ ეს ოპოზიციონერები, რომლებიც მე ხან მეტეოროლოგიის სამსახურში ჩადგნენ და ასე შემდეგ. ხო, ხო. და აი ეს არის ორი აი თეატრალი კაცი ბზანდები და წარმოვიდგინოთ, ხო, წარმოვიდგინოთ. ჩემი პროფესიით შემიძლია ახსნა. ხო, წარმოვიდგინოთ, ხო და აი წარმოვიდგინოთ, ეს არის აი სცენაზე გვაქვს ეს მოთამაშეები. მივხვდი რასაც. ხო, ხვდებით? აი რა უნდა. არა, აი მე გეტყვი რა, ჯერ ერთი აი რა ვითარებაშიც ახლა ჩვენა ვართ, ხო? ამას მოგწონს არ მოგწონს, ამას ახსნა აქვს. ეს რეზულტატი ასე არ დგება. ეს არის ჩვენი ძალიან ბევრჯერ მithქვამს, ეს არის ჩვენი ცხოვრების სტილის, ჩვენი აზროვნების, ჩვენი გემოვნების შედეგი. შედეგია რასაკვირველია, როგორც ვიცხოვ. ეს აქამდე მივედით. ნუ ხო, ასე პატრონულად ტრიპაჩობით სულ იმას გავიზარდა 37 მანეთით რუსეთში მივდიოდი, იქ ზემოდან ვინ იყო, ვისი მონები ვიყავ და ვერ ვაკონტროლებდით საკუთარ თავს. ცოტა ინფანტილიზმი. ინფანტილიზმი არა, ეს არის ისეთი დაუდევრობა. ეხლა აი მან მეგვიყვა აი კაცთა სამართალი რა არის. ეხლა არის ღმერთის სამართალი რა არის გაიგეთ. ეხლა ჩვენ დაჯილ მდგომარეობაში ვართ. ჯვარი გვაქვს დადებული თუ გვექნება უნარი აქედან და სულიერი სიძლიერე აქედან გამოსვლის,
აი ეს არის თუ ყოფნის წინაშე ამიტომ ეს ყველაფერი დავიმსახურებ ჩვენ ეს გასაკვირველია ვის ვაბრალებ მე არც ეხლა როცა დავდგები და რუსის ბრალების და ჩვენ რა გავაკეთეთ რომელ გამოწვევას არ ბრძანე აი რომელ გამოწვევას დაუხდით ვაშკაცურად რომელ გამოწვევას დაუხდით როგორ გითხრა მზად აი ხა მაგალითად ვიძახით სომხებმა იქ ჩვენი ტერიტორია იქ არა ეკლესიას თავი დაესე ვერაფერს ვერ წაიღებენ ეხლა ეგ რა ზნეობრივი საქციელიც მე ვილაპარაკოთ სულ არ მერიდება ამაზე ლაპარაკი მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ რომ ჩვენ რა გავაკეთეთ საიმისოდ ტერი მოდის იმიტომ რომ მე უნდა გამანადგუროს აი გელაპარაკებით სომხებმა დაუშვათ რომელიღაც გამოცემებში რუკაში იქით შეიყვანეს ისა აი ჩვენ რა ფული დავხარჯეთ რომელ კონგრესში რომელ სიმპოზიუმზე მივიღოთ ჩვენმა მეცნიერებმა ის სად გაუწიეთ სპარინგ პარტნიორობა იდეოლოგიურ სად მოუგეთ ბრძოლები აი სად მოუგეთ ბრძოლები როცა ღვინის ქვეყანა ვარ ჩაგდებული გვაქვს ენა რატო არ მივდივარ? ვენახის ჩეხვას ფულს იხდის. ხო და მაშინ ვისაბრალებთ ახლა მაშინ. ესე საკუთარ აქედან დავიწყოთ რა. ჯერ რა ნაგავი და ის გვაქვს ის ფურუნკული ის გამორწყა და მე დავილაპარაკო. ჩვენ რა ფული დავხართ? სხვა რაღაცასაც გეკითხებით. შეიძლება მცდელობები დაპირისპირებისა. შეიძლება, მაგრამ ეს მცდელობები თეატრალობას არ გასწრებს. პოზას არ გასწრებს. აი ახლა მე გეტყვი, რასაც ესენი აკეთება, ჩემი დაუშვათ ჩემი პროფესიით დავხსნათ. აი რასაც ესენი აკეთებენ პიარია თუ რაღაც, ეს რეჟისურაა. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ დარეხარით. არც თუ ისე ნიჭიერი. ხო, არა ნიჭიერი. აი ცრემლის წამოღება, ის წამოსვლა, ის მიკროფონის სიარული ამი ეს ხო, მაგრამ საზოგადოება მოდი დამახმარებლად რა დამინდა არა ხო და მაგას გელაპარაკები ვინა ეს ვაძულნენ იმაში ბათუმში ზიან და რა უკან ვიღაცები რომ მუშაობენ გადაცმული ესენი და ხო ნუ რაღაც არანორმალურობა ხო თაკარაბზეზე დადიან მიკროფონი ჯიჯი რაღაც ლაპარაკობენ ეს დადგმაა ეს რეჟისურა ეს სცენარი მე სულ ლაპარაკობდი აქეთა მხარეზე რომ აი თუ ესენი რეჟისურა აქეთაც საჭიროა აი ამაში მაღალ ხარისხოვანი ეს დასადგმელია მაგრამ ასეთი მდარე ხარისხი არა რა თქმა უნდა და ამიტომ გელაპარაკებით ხა მე შემიძლია ემოცია ჩემი ემოცია მართალი იყოს ჩემი ფიქრი მართალი იყოს აზრი წმინდა იდეა წმინდა იყოს მაგრამ რეჟისურა არის მოწესრიგება გესმის იმის მონტაჟი დინამიკა დრამატურგია იმ თეატრში გავიგეთ რომ ამ კაცს აძლევენ მთავარ როლს ბავშვის როლს ავანტყოფის როლს ხო ნუ რა მნიშვნელობა ქალის ყველაფერს ამას აძლევენ დანარჩენი არის ანტურაჟი სტატისტები. ხო, სტატისტები არიან, просто რაღაცას რეპლიკებს აძლევენ. ეს ყველა არ თაკირებს არც ერთ როლის თამაშს. მომაკვდავი, პატარა ის კაბია, ყველაფერს თამაშობს. ეხლა როგორ ანეთ ეს სხვა საკითხია, მაგრამ მინისტრები აი აქეთ მინისტრები არიან ძალიან საინტერესო სახეობები. ამაზე ხა მე შენი გადაცემაზეც ეკითხებოდი, ნუ ასეთ ეხლა ამას დავამთერ. აქ უნდა იყოს ასეთივე დადგმა. აი ამ სულისკვეთ, ამიტომ ჩვენ გავხდით მართალი თეატრი, მარტო უყვირი ვარ და ზარღვებს ხვდით. ესე ჩვენ პიესა არა გვაქვს, დრამატურგია არა გვაქვს, რეჟისორი არ არის გაგაწერილი. ამიტომ ესენი ამას არ ამბობენ ამიტომ. იქნება საზოგადოებაშია პრობლემა, რომელსაც ურჩევნია ის მდარე ხარისხის დადგმა ბატონს. არ არის ეს საზოგადოებას დაანებეთ თავი ხა გასაგებია ვიღაცამ ნუ ხა ეს ყველაფერი სასჯელი გვეწევა შენ მაკარონი აიღე ვიღაცამ ის აიღო ვიღაცამ ის აიღო მაგრამ ვიღაცამ ნაცარი წაიღო ვიღაცამ ხო არ წაიყარა რა როდესაც ამის გადაცემაში მე უყურებ აი ესეთი რამე მე ყველაზე ძალიან ეს რეზოლუციები კი არ მაგიჟებს კაც ეკითხებიან რა ნაკლი გაქო მიშასთან დედას აღმოუჩენ ნაკს მამას აღმოუჩენ უზვირფასეს ძმაკაც აღმოუჩენ ამას ნაკლი არა აქო ეს ისეთი ზნედაცემულობა ამის იქით აღარაფერი აღარ არის ბიჭო, კარგი, ვერ იმის გონიერებას და ვერ მიდიხარ და იმის სტრატეგიას დაუშვათ, ნუ გიждები ამის სტრატეგიას და ამის აზოვნებას, მაგრამ ის მაინც რო პახოტკა რო არ და ბიჭო. ღიმილია რო რაღაცა ნაკლი როგორ არა აქვს. რა ესეთი რაღაცა ხო ადამიანმა, ნუ რაღაც აი ფორმა მაინც მოუძებნე, რაღაცა სახო. ნუ ფაქტია რომ იქით მხარეს რეჟისორი ყავს. არა, რეჟისორი მაგას გელაპარაკები მეთქი, რომ ეს ყველაფერი ავია თუ კარგია, ჩემს უმდარესი ხარისხება. ისინი სარგებლობენ, აი დაუშვათ მონოპოლიზებულია ბაზარი და მონოპოლიზებული ხარ, როგორ არის მონოპოლი? დაუშვათ პატარკაცუზე რა იყო ატეხილი. ხო, ეს ტექსტი ვიღაცამ ხო დაწერა, ვიღაცამ შეასწრო, ვიღაცამ რედაქცია გაუკეთა. აი პატარკაცუზე რო იყო ატეხილი. ფარული ჩანაწერი. ხო, რაღაცები ხო იყო, მაგრამ იყო ვიღაცამ სცენარი დაწერა, ვიღაცამ ზედმეტია რა როგორც ეს ებრაელები დაეჭირეს ბათუმში, ხო, კამერა როგორ არის დაყენებული, როგორ ეს ყველაფერი, როგორც იტყვიან, პასტანოვკა. რომელიც გინდა, ნუ დადგმა გინდა, აქეთ რატო
ესე იგი ჩვენ პიესა არაფერი არ ჩვენ მართლები ვარ. კი, მართლები როგორ არა. და გამოსავალი რაში, ანუ ფაქტია რომ ჩვენ არ გვაქვს მიზანს. გამოსავალი ყველა ერთი რაღაცა, როდესაც ეხლა აი რას გავს პოლიტიკოსები, ნუ ძალიან ბევრჯერ საზოგადოება მოთმენით, 1000-ით გატარებით, 1000-ით დათმობით, მეც ვაკონტროლებდი ჩემს სიტყვას, ჩემმა სიტყვამ ვიღაცებით საკონტროლო. ნუ რაღაცა არაამღვრიო სიტუაცია ვიღაცა არის რაღაცა მოთმინები და არ დამიკარგია ეს კონტროლი, მაგრამ სულ ეუნებიან, ხო? ან ისეთი ადამიანების შეხვედით ამ პოლიტიკაში, რომელსაც არც ნიჭი გაქვთ და არც ამის ისარა გაქვთ. სხვა რა საშუალებაა? არა, ეხლა გილაპარაკე, ბერო დაგიწყოთ ეხლა ესა ძახილი, ხო? მაგარი მსახიობი, ძალიან მაგარი მსახიობი, ეხლა მე რეპეტიციას გავდივარ, ერთ თვეში დაგვი. აი მოხვედით ამ ერთის თვე. არც მაცვია, არც ტექსტი. არც განათება არ არის, არც დეკორაცია და ბლუკუნებს სცენაზე, გასულ. არ მეკითხები ერთ-ერთი თვე რომ დამეკარგე რასაკეთებ. ზუსტად ამასთან დაკავშირებით უნდა გითხოთ სახალხო კრებაზე, სტატიაც კიდევ. არა, მე კიდე ერთ რამეს გეტყვი რა ბუდიზმი. მე ვლაპარაკობ რომ საერთოდ, როდესაც ლაპარაკია ერთსულოვნებაზე, ერთიანობაზე, აი ეს მნიშვნელოვანი რამე იყო მასთან დაგდებული. კი ბატონო, აი რომელ ხალხზე ლაპარაკობ? ხო და ვინ აიგდო მასყად? აი მანდ არის პრობლემა ბატონ ზაზა. ფიგურანტები. ხო და მაგას გელაპარაკ ჩვენ მთელი კიდე გელაპარაკ ჩვენ საზოგადოების წევრები ვინც არის არა ვართ სწორე გამოყენებული. რა უნდა გააკეთო საზოგადოება რომელსაც არ მოწონს ხელისუფლება ვის დაუჯეროს? თქვა პოლიტიკოსებს რომელიც ხშირ შემთხვევაში საზოგადოების მაგას გელაპარაკე როდესაც ადამიანი პოლიტიკოსი იქნებოდა როდესაც შენ არც იდეა გაქვს არც რეალიზაცია შეგიძლია ამ იდეის. აი თავი მეორეა მე მგონი. არა, იდეა მეტნაკლებად შეიძლება წიგნებში ამოქეკო და არა, კი მაგრამ წიგნებში ამოქეკაო, მაგრამ ამას ხო შრომა ჭირდება. ხო და აი მე მინდა ბატონო და კითხოთ. ხელოვანი კაცი ხარ, ხო? პოსტმოდერნის ხანა ფორმას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ფორმა, ხა შინაარსი უკვე გასაგებია მე შეიძლება პიესის შინაარსი არ მაინტერესებს. ძველი ბერძნული ტრაგედიიდან მოყოლებული შინაარსები, დათვლილია თემები უკვე სასრულია და ვიცით. ფორმას აქვს არც მნიშვნელობა. და როდესაც ჩვენ ხედავთ მანიფესტაციებისას, პოლიტიკური ბრძოლისას, უკვე ძალიან დრო მოჭმუნდა უნიჭოდ განსახიერებულ რაღაცებს. ეხლა იგივე ეგ არის თავად. ამას ეს გავიგებ. ეს საკრიტიკო არის და როგორ არ არის. არ შეიძლება ჩვენ რაც არ უნდა, როგორც რთულ მდგომარეობაში არ უნდა ვიყოთ, არც ერთ შემთხვევაში არ აგვაქვს უფლება საკუთარი თავი დავკარგოთ. ანუ არ მოშორდე, არ მოწყდე რეალობას და იმას. მაგრამ ამ წარმატებას თუ წარუმატებლობას მართლა აქვს ობიექტური მიზეზები, მაგრამ ნუ ხა სუბიექტური მომენტები ჭარბობს რა უფრო მეტად. იმიტომ აი ეს ლანძღვები, როდესაც პოლიტიკოსი ვერ აკონტროლებს, როგორ დაუხვდება იმის სიტყვა იქ და ჯერ ერთი ვერ ხვდები თქვენი ნაკამათები და თქვენი ნასაუბრები, ვის ბოსტანში ვარდება და რას აკეთებს. აი ისეთ პრიმიტიულ, აი უბრალო, ბანალურ რაღაცებს ვაწყდებით. რომელს მაგრამ რა შედარება მოვიყვანო ხო სპექტაკლს შევადაროთ. აი არის მსახიობი, რომელიც საკმაოდ შეგიდარებს. კი ბატონო, ვესმირ თეატრში და ვიცი შექსპირის ნათქვა, მაგრამ სხვა რამას მოვა. შექსპირმა უფრო კარგი რაღაცა თქვა, რომ ცუდ ამბებს ხედავთ, კლავაც უნდა ცუდს მოველოდეთ. კი. და ასეთი შეკითხვა მაქვს. აი პიესა, ხო? სპექტაკლს თამაშობთ. ერთი მსახიობი რეჟისორი ძამდება. ვერ თამაშობენ ესენი აი ატყობთ რომ ვერ თამაშობს ეს აი რა უნდა საზოგადო დაგვიდგა ესეთი უნიჭო ხანა ხო აი ხა მაგალითად კიდე გელაპარაკებით როდესაც აი მოდიდა სანტექნიკს ელაპარაკოს მალე არის იქნება მალე ასება ინჟინერს აი ხა ჩამოდის დაუშვათ სომხეთის რა ქვია პატრიარქი ხო ვის ხვდება მე ხوان ხვდები პატრიარქს ხვდება ხო ესე იგი ისეთი საერთაშორისო კადრები ხო პატრიარქს ხვდება ესე იგი იქ არის მე კონკორდატი გაქვს სახელმწიფოსთან დადებული ხო აი ხა დაუშვათ სადაო საკითხები გაჩნდა. შეიძლება აშთვის ის სასიამოვნო საუბარი იყო. აი შენ რა გმართებს? ქვეყნის მეთაური ხარ თუ ვინც ხარ? არა, დაიკითხო კი არა, ჯერ შინაგანად ელემენტარულად. ერევნის არარატირო თამაშობდა თბილისის დინამო შინაგანად, ვის გულს შემატკირო? ხო, შინაგანად, ხო? რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ შენ ხო ვარჯიშებს არ ატარებ, ხო იქ წვრთნელია, ხო? ეხლა დაელოდე რა შენი სულიერი мама რას გეტყვის და გეუნება. რა ბომბებია ჩადებული? რა შეიძლება ჩვენ აქ წავაგოთ და ამის მიხედვით შენ და შენმა პარლამენტმა, ქვეყნის პარლამენტმა გაამაგრეთ ისეთი კანონი, რომელიც არ შეუქმნის პრობლემას ის. ეხლა როგორ წავიდა? დაუშვათ წავიდა, ხო ეს ისა გარეგინ მე რამდენია? მეორე. ხო რა მნიშვნელობა აქვს? ხო წავიდა იქ თავი და თქვა რომ უკმაყოფილი ვარ იქიდან და ვერაფერი ისეთი სასარგებლო ვერ წამოვიღე, ხო? ჩამოდის მერეს პრემიერ-მინისტრი, ხა რა თუნდაც საგარეო საქმე და მინისტრი და პირველი მოსმენა, მეორე, მესამე მოსმენა და მიღებულია კანონი. გამაგებინეთ. მერე გვესმის იმიდან საპატრიარქოდან სასოფლო ისინი კმაყოფილები არიან. ეჩმიაძენი კმაყოფილია. ესე იგი ეჩმიაძენი კმაყოფილია საქართველოს პარლამენტმა, რაც მიიღო და კმაყოფილი არა ვარ მე როგორც ხალხი და კმაყოფილი არ არის პატრიარქი. გამაგებინეთ ეს აი რა პარადოქსზე მელაპარაკებით. აი ხა რომ გამოვიდეს 300,000 კაცი და გამოვიდეს სპეცნაზი და ეს ვის
როგორც იტყვიან, ვის კამათელს აგორებენ. ესე იგი, მაშინ სასოფხეთის პატრიარქს დაუქირავებია ესენი და ყოველგვარი ფულის დემის გარეშე საქართველების მოსპობაზე აწერენ ხელს. აი ეს ნუ ძალიან ძაფრად არის. ძაფრად როგორ არის დავსვათ კითხვები, რომელზეც ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. არჩევანის წინაშე დგება. ეხლა ყველაფერი უყურე პრივატიზირებულია ეს სასამართლო, ნუ ხალხი ამდენ დახოცილი, ამდენ ჩამოთვალო ხე ეს და ყველაზე ძაფრ და ავტორიტეტულ მიადგნენ ეკლესიას აი უარეს და ელემენტარული ესეთი რაღაცა მოხდა რომ რა გაქვთ პრობლემა ჩვენი პატრიარქი ამას მე გავწევ ეს პატრიარქის გაწევა უხეში ხელის კრა არის ესა და ეს ხელის მოწერა ეს არის შეურაცხყოფელი და ეს არის ყველაზე მაგარი ისინი მაგრამ მე კიდე ასეთი ტიპის ხალხს ვერ ვიტან აი ტიპის ხალხს ეს გინდა სასოფხეთის კათოლიკოსებს როგორც აი მდგომარეობით სარგებლობა რო გინდა აი რაღაცა ხიშნიკური არ არის ეს ამას ქართველი სომხეთის კათოლიკოსი და არა მოდით ახლა სომხებს და შენ ხო იცი რომ ეს თავი დავანებოთ და ჩვენ არაფერს იმას საერთოდ თავლაპარაკობთ ჩვენს თავრობას მოვკითხოთ რა ისინი თავიანთ ინტერესს ანხორციელებენ შემი სუბიექტური აზრი არ შეიძლება კი ბატონო როგორ არა მაგრამ ისინი ანხორციელებენ თავიანთ ინტერესებს ხო მაგრამ ოდესაც შენ გზნობას მიცხადებდა ისახა ჩემი ისა ცოტა რაღაცნა დელიკატური მდგომარეობები არის საჭირო შენ იცი რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას შეიცვლება ეს ყველაფერი ეს კანონები მე ფუჭი იქნება ქვიშა თავი პრობლემა მაინც საქართველოს ხელისუფლებას ვარ ამაში როგორ არ გეთახმე მე ყველაზე მნიშვნელოვანია მე სხვისკენ არ გამიწევ მე უბრალოდ მათი აზრები რომელიც არც თუ ისე ძნელი ამოსაცნობია აი ეს ამაღიზიანებს თორე მე იმის განკითხველი ნამდვილად არა ვარ ჩემი მაგ აგერ უბედურება იქნებ პრობლემა სხვა რამეშია ნებისმიერი კვლევის შედეგების მიხედვით პატრიარქი ყოველთვის უსწრებს პრეზიდენტს ნდობის მანდატის თვალსაზრისით და ამან რატო უნდა გაგაგიჟოს ეხა პატრიარქი რო უფრო და რატო არ უნდა თანამშრომლობდნენ ყოველთვის ხო და რატო უნდა გახარებდეს ეს რატო უნდა გიტეხდეს გულსო პატრიარქს ასეთი რეპუტაციაზეც არ მივიდა 26-ში მე ეს იქნებ ამით თქვა პრეზიდენტმა გადაწყვიტა არ შემიძლია მე ასეთი პრეზიდენტს რაღაცა ეწყინა პრეზიდენტმა რაღაცა გადაწყვიტა ეს არ არის ქვეყანა მე ამიტომ ლაპარაკობ რომ ქვეყანა არა გვაქვს ხოშის ქვეყანა არ შეიძლება იყოს კანონი მე შემეხოს შენ შეგეხოს შენ შეგეხოს ესე არ არის კონსტიტუცია არ აქვს აი გამაგებინეთ რა სტრატეგიული ფიქრები და აზრები გვაქვს როგორ ვიცხოვროთ ჩვენ საქართველოს აი ჩვენ მეზობელ ქვეყნებს აი რა სტრატეგიები აქვთ რა სახელმწიფო ინტერესები აქვთ ვიცნობთ ვითვალისწინებთ ჩვენსაც ვინმე ითვალისწინებს ბიჭო სტინგს რო მოусმენ პირდაპირ ცოცხლად და კოკაკოლას დალევ და მე მერსედესი დადიხარ ეს სახელმწიფო შედებლობას ეს არ ნიშნავს ეს არაფერი როცა ყავს თბილისში ნუ არ ნიშნავს ეხა არ ვაგინებ არ შელოსტოუნს და იმიტომ კარგი მსახიობია ჩემი საგინებელი დავოდ კაი მსახიობია ხა რა არჭის ჩემი საგინებელი ჩემ უძურვასეს დომინგოს ხო არა უბრალოდ ხელისუფლებაშია ხო და მაგას გეუბნები დომინგოს რო უყურებ რასაკვირველია პატა ბურჭულაძე და თელამ ქართულობამ გენიოსებს რო უსმენ სიამაყეს მეტი რამებადება მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ქვეყანა თუ სტინგი ჩამოდის და ვენაცვალე კაცო მაგ წინამდები ვარ მას თავიანთვის ჩამოყავთ შეროსტოუნი ჩამოიყვანს ერთი მსახიობი არ შეხვედეს რეჟისორი არ შეხვედეს კრიტიკოსი არ შეხვედეს დაძდევს ქსოდი კუდი ისა და ხალი ლაპარაკობს ეხა იმას თუ მსახიობია მე იმას სანტექნიკი ხარ გონი ვარ რა განცხადება საკეთებს აკაი ხელისუფლება გაქვს და გორმუშაობს თვისაო ამაში თუ ფული არა გაქვს აღებული ან სადაინახე ხელისუფლება ბიუჯეტს გადახედე იგივე შინაარსის განცხადება რამდენიმე დღით ადრე რუსეთში გააკეთა ამიტომ ეხლა სტინგის ცოცხალად მოსმენა არ ნიშნავს რომ ქვეყანა გადიდა და ისა შეროსტოუნსაც უნდა გაუგოთ ახლა მისთვის ეს იყო არაერთი ხარისხოვანი ქვეყანა ასაგებია იქ რომელშიც გაიარა და ფული აიღო მეთქი მაგრამ შენ ამას როგორ აკეთებ თქო შენ ამას როგორ შეროსტოუნთა რა ხელი მაგან ძალიან ქაჯობა იყო შეროსტოუნის ჩამოგება. ახლა ესე როგორ არის? აი უდიდესი ქაჯობა. ჩვენ ყანწრულ კაცობაში ხო გვინახია მაყუთიან ტიპები რო მაგრამ გოიმები, გოიმური სახლები რო ქონდა. გოიმური რაღაც ფექსაცმელები რო ეცვა და ლამაზი ცოლი რო ყავდა, ბანძინაშები რო ყავდა და იმათ რო ატენიდან შუბებს და აი ესე იყო რა გინდა. რა იყო კოლუმბიიდან რა ვარდები რა გინდა, გადიდა ვარდი მოიტანე და ეს ორწამიანი ვარდია რა. ბაზაზა გამოსავალი ანუ ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ხელისუფლება რომელსაც ჩამოყალიბდა შეროსტოუნი რომელიც არა ქაჯური ხო ნუ რომელიც აბსოლუტურად ზღუდავს შეიძლება ითქვას ხელისუფლება გვაქვს ერთის მხრივ რომელიც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას გარდა იმისა რომ კონსტიტუციით აქვს გარანტირებული ადამიანის ესუფლებები დაბადებით აქვს გარანტირებული და მეორე მხარეს გვაქვს ოპოზიციის ლიდერები ნუ რომლებმაც ფაქტობრივად იმედგაცრუება იმდენი წლის განმავლობაში თესა საზოგადოებაში რომ საზოგადოება ჩიხშია შესული საზოგადოება ჩიხში მე რომ
მე შეიძლება მე არც პანიკაში ვარ, არც ნიჰილიზმში ვარ, მე შეიძლება გულგატეხილი ვარ თუ გულმოკლული ვარ, ეს ჩემთვის შემინახია ხა, არავის ამით არ დავამძიმე, მაგრამ ყველა თავისთვის იმას ზუსტად ეგ არის პრობლემა. აქამდე მოვედით, რას ნიშნავს? ანუ რა უნდა ქნას რატო ვერ ხსნით ჩვენ ფორმულას, არსებობის, გამძლეობის აქამდე მოსვლის ფორმულას რატო ვერ ხსნით? შელო კონფორმიზმი იყო ერთ-ერთი. კონფორმიზმი ნომერ პირველს დავასახელებდი მე ამას. ხო, არა, ნუ გაუძელთ, იმიტომ რომ რაღაცა ცოლებულმა თემი კოჩირგაძემ რო თქვა, ქართველების ფლორა და ფაუნა ვიდეო მალბორო საუნაო ახლა. სამ სიტყვაში თქვა ეს. კონფორმიზმი იყო, აბა რა ახლა და ისა. კონფორმიზმი რა, კი ბატონო. კონფორმიზმი თქვა ნიჭერა თქვა, მაგრამ ეს არის კონფორმიზმია, ბარა, ჩვენ არ ვიცით. ცხოვრობ ნაპარავი ფულით, იმიტომ ვართ ერთმანეთზე დამოკიდებულები და ქვეყანა გვეცლება რა. ხო და კიდე გელაპარაკებით ეს აგიოგრაფია თუ ჰიმნოგრაფია თუ ხუროთმოძღვრება თუ ამბანი ეს პირდაპირ ყველაფერი დაკავშირებულია სარწმუნოებასთან და ეკლესიასთან. ცვეთა ხო არ მოხდა? ამ იდეალების ცვეთა ხო არ მოხდა ბატონზაზა? ცვეთა მოხდა, ვინც აი ცვეთა მოახდინა, ადამიანები რომ გამოდიან ეძახიან რომ რელიგია ოპიუმიაო და მეორე კრეტერი რომ გამოდის და ეს ახალი აღთქმა მოძველდაო. აი ეს ყველაფერი იმაშება ხო რაღაცნაირად დარტყმას უკეთებს. მე გელაპარაკებით არ მოგწონთ ეს სარწმუნოება, რამე ხო არ დაგაძალოთ კაცო, შეთვისას ლოცულობს, გაიარე რა. რატო ჩერდები და მანდ ამას კენჭებს, რატო უსწრი. რას გეუნება? დედა გიყვარდეს, მამა გიყვარდეს, მეგობარი გიყვარდეს. მათი აზრით, ქართული მართლმადიდებლური ორთოდოქსული ეკლესია ხელს უშლის ევროპასთან ინტეგრაციას პირდაპირ. გამაგებინეთ რა ევროპელობა აგიჩემდათ, მიხედეთ ამ ჭაცდალობიოს, კაცო, მიხედეთ ადამიანები მშივრები არიან, ლაპარაკი არიციან, აზრის გადმოცემა არიციან. რა ევროპელობა აგიტყდა, ნუ გამაგიჟეთ რა. კარგად თქვა იქ რატი ლაპარაკობდა ამაღლობელი, არ ვიცი თქვენ ერთ-ერთი თუ სხვაგან. ეს რა არის ევროპელობა, მანდამადეს ვარიონი ჯინსები და ჟუაჩკები და ესე, იქ ხო უზარმაზარ კულტურაზეა ლაპარაკი. ეს უკვე აზრი იყო ვარიონი ჯინსები. არა, ნუ არის ის რაც მომანდა. ნუ რაღაცა ხო, რაღაცა რა. ეს ხო არ არის კიდე სხვა რაღაცა, განათლება, აზროვნება, ფილოსოფია, საგებთან დამოკიდებულება. ბიჭო, რომ შემოგაგ რაღაცა ტანსაცმელი არ მიხდება რა. ჩემ ტანზე შეკერე რა. სულს კლავ, პროცესს კლავ, მე სხვა რაღაცა მაქვს გასავლელი. ასეთი ქვეყანა ვარ და თუ არ მოგწონს, წადი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიყვება ამას ნებაყოფლობით ბაზონზა. არა, გარდა ამისა, ბატონო, თქვენ ესეც ფაქტია. ჩვენ ბოქს სახეზე თქვა იგივე მაესტრო, რომელსაც აგერ კავკასიუსმაც კი გამოგთოს საკუთარი საკუთარი პაკეტიდან არც ჩაგვთო. გამოგთო მანამდე სანამ ანუ ფაქტობრივად აიეტირჩება საიდანაც ვრცელდება ჩვენი მაუწყებლობა, აიეცაც უახლოეს მომავალში ალბათ სიკვდილით იყიდეს, იმიტომ რომ ვალები აქვს. რჩება მთელი საქართველო, რომელიც რეგიონებშიც არის საშინელი მდგომარეობა, ეს რეგიონები დარჩენილია ნაციონალური სატელევიზიო არხების ამარა. გამოსავალი აქ ფაქტობრივად ამ შემთხვევაში საზოგადოება ცხოვრობს აბსოლუტურად სხვა რეალობაში და რეალურად ტელევიზორით უყურებს აბსოლუტურად სხვას. ანუ აი ამ დროს როგორ უნდა იმოქმედოს, იგივე ჟურნალისტმა თუნდაც, იგივე მსახიობმა. აუცი ნებისმიერმა ადამიანმა. ესეთი რა, მე ცოტა ეხლა ისეთ ჩარჩოში სვამთ ამ იმას, თითქოს გამოსავალს არ ვიტოვებ და მე არ მგონია საგმე ჩიხი იყოს ეს წარმოუდგენელი რაღაცა. მე არ ვარ პესიმისტი და ზოგადად არა, მე მაგას არ გეუბნები რომ შენ პესიმისტი ხარ. მე გელაპარაკებ ასე ჩარჩოს და რაღაცა ბზა რეცეპს. ეს არის რეალობა, პროცესია. საქართველოს წერს თავის ინდივიდუალურ განუმეორებელ წიგნს, რომელსაც ვერ გადმოწერ. ანუ ვერ გადმოწერ. ხო, მაგრამ ზაზა, მე მინდა ესეთი რამე შენ თქვი შენი გამოხატვის ფორმები არის ემოციური, აი ტანსაცმელზე და მსგავს რამეს, მაგრამ მინდა იცოდე რომ ტანსაცმელზე რა ტანსაცმელზე არ ჩემი შეკერი არა ეს შეიძლება რაღაც ალეგორიული აზროვნება რომ ალეგორიული თუ ამ პრიმიტივიზმამდე დავედით და ვეუბნებით ადამიანს თუ პამიდორი თუ არ დამწიფდა არ შეჭამო ამ პრიმიტივიზმამდე მაგრამ აი ახლა უყურე როგორ არის ეს ადამიანები რომლებიც ეროვნულ სულს ეროვნულ იდეალებს იცავენ მათ არიან ადამიანები რომლებიც ამას იცავენ ებრძვიან როგორ არის მათი მარგინალიზება ხდება მათი მიკუთვნება ხდება სხვადასხვა მეთოდებით მათ შორის ძალიან მზაკრული და ვერაგული მეთოდებით მათი მიკუთვნება ხდება ახაც მარგინალურ ჯგუფებად კი ბატონო და ხშირად ეს ადამიანები მათი გამოუცდელობის თუ სხვადასხვა თანამედროვე პროცესების ფორმების არცოდის გამო ხელს უწყობენ აი ამ პროცესს. ეხლა ესეთ რამეს გეტყვი, ეხლა ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი ძალიან, მაგრამ აი კი ბატონო, რობერტ სტურვაზე მინდა გითხრა, ეს არის შენი მასწავლებელი, უდიდესი ადამიანია მართლა. მაგრამ მან თქვა ის, რაც თქვა. მან თქვა, რომ ზანგები მასზე დაბლა არიან კულტურით, შეიძლება, ხო? ეს არ შეიძლებოდა არ ყოფილიყო ატაცებული პრესის მედიის და ის რომ არ უნდა სომეხი პრეზიდენტი. ეს სხვა თემა ეს რა თქმა უნდა ხა ამაში არნოფობიის ხო და რა რეჟიმის ვაკეთებთ ხო მე იმის ყვამდა აი ეს ადამიანები
გამოუხსენების ან გნებავთ ეპატაჟის სურვილის რობერტ ტურბას შემთხვევაში არ რა ეპატაჟი ჭირდებოდა კი ბატონო არ ჭირდება კი ბატონო მე არა მე გიშელო გეთახმები ხომ არ უწყობენ ხელს აი ამ პროცესს თუნდაც ამ გამონათქვამი რობერტ ტურბამ ხო არ შეუწყო ამას ხელს რაღაცნაირად არა მას მე მესმის აბსოლუტურად მას მან კარგად ხვდება ეს სპექტაკლში ხა მე რასაკვირველია რა ამ დაბიომიაში არ მინდა გადავიდე და ადვოკატად დავუდგე საკმარისად კარგად ახერხებს ამას მე ვლაპარაკობ რომ მან კარგად იცის ორკესტრი იქნება თუ თეატრი იქნება სპექტაკლი იქნება სად ჩაძინება ხდება სად რაღაც იდეის ყდომა იქნება და რაღაცა შოკათერაპიები საჭიროა მაგრამ ეს გამოგონილი კი არა ამას რაღაც არსი და აზრი ახლავს მაგრამ მე თუ შემეკითხები აი უბრალოდ გამაგებინეთ ხოთა გაღაჯი ხო წინვალეთ ხსნის ლიბერალობა დოკლაპია ლიბერალობა რა არის ილია ჭავჭავაძე და რა არის მართლა ლიბერალობა ხო ხა ლიბერალობა რას ნიშნავს დედა უნდა მაგინო არა ნუ ასე აკეთებენ ხო სარწმუნოება მიგინო ის მიგინო და მე რატომღაც არ შემოვიდე შენ და პოლემიკაში მე გელაპარაკები არ მინდა რა მე ჩემ გაზეთში და ერთ გაზეთში მეც დავწერე რა არ მინდა არც მე მაგალითად ავსტრალიელი აბორიგენების თავმავალი პრემიერ-მინისტრი რომ ყავდეს არ შეიძლება რომ არჩევანი გავაკეთო ჩემ სახში არ შეიძლება მე ჩემი კამოდი სად დავდგა ისე მაგრამ მე აქამდე არ გვიცხოვრია სომეხი ეს კურტები მეზობლები მყავდა კურტების კორტეში ვარ მე ეს მისახა თბილისში პრობლემა არის ხო მაგას გელა ამიტომ აქამდე როგორ მოვედით მე სომეხი კურტი ეზიდი უკრაინელი რუსი რანაირად მოვედით გამაგებინე განათლება არ მივიღეთ ეკიმთან არ დავდიოდით 21 საუკუნის სოფლიოში არის კოლექტორობა არა გასაგებია ამას თუ გაცდები ეგრევე გასაგებია მაგრამ დაიწყეთ იქიდან რა დაიწყეთ იქიდან რომ ლაპარაკობს ნულოვანი ტოლერანტობა გადაუარეთ ადამიანებს შეხო ზანგები არა ვარ მე შეიძლება ისა ვარ თავისუფალი ადამიანი ვარ პრეზიდენტი გრობზაზა ჯაშომანი არის ჯაშუშომანია ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს ხელისუფლება ვინ არის და ეხლა თუ დავიბრმავებ თვალებს ადამიანი ასე ფასდება ხო სიტყვა და საქმე მათი სიტყვას ნახეთ საქმეს ვნახეთ ხო ეხლა ყოველგვარი პანიკის გარეშე კიდევ ვლაპარაკობ ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ჩვენი მოძღვრებისგან სინოდისგან პატრიარქისგან შეიძლება გვეუბნებიან რომ არაფერი საპანიკო არ არის და ამას ნენელა მოულება რაღაც ამიტომ იმაზე დიდი კათოლიკე ნუ გავხდებით რომ ის პავზები რომ ამიტომ აი არც მე არ მინდა როგორც შეიძლება გადავიდეს კბილთა ხრჭენაში აქ ჭირდება ძალიან დიდი სიმშვიდე ძალიან დიდი პროფესიონალიზმი ძალიან დიდი ნიჭიერება და ყველა საუკეთესო თვისების გამოჩენა და ერთს ვიტყვი რა დავამთავრებ აი შევარდნაძეს შევეკითხები თუ იცოდე ვინ მოდიოდა და რას გააკეთებდა ოდნავ მაინც იცოდი თავი რო გადაგჭამე სახში წავედი სახში რა გინდოდა რამ აი ასეთი რაღაცა თუ დატრიალდებოდა რაღაცა პასუხისმგებლობა რანაირად არ გაგაჩნიათ სახში რანაირად ისვენებთ ან რანაირად საერთოდ რანაირად ვარსებობთ მაგრამ ყოველგვარი პანიკის გარეშე რა გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ზაზა პაპუაშვილის სუბიექტური აზრი მოისმენა მაყურებელმა მე და შალვაკე ორშაბათამდე გემშვიდობებით არა ხვალამდე კარგი რა კარგად ზანდებოდა